დღეს წავიკითხეთ საფარება დიდარ ჭაბურზე, სადაც მოთხრობილი იყო, რომ ერთი დიდარი ჭაბუკი, რომელიც იყო სინაგოგის უფროსი, არქონტი ეს ეწერია, მივიდა მაცხოვართან და უთხრა, რა უქნაო, რომ გადავრჩა, რომ ცხონდე ნიშნავს გადავრჩა. მაცხოვარმა უთხრა ცნებები შეასრულა და შეახსენა ცნებები, რომელიც ცნებებიც არის ადამიანთან ურთიერთობის ამსახველი. ანუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ერთს მეორესთან და პირველი, რასაც ეუბნება არა კაცკლა. მეორეს ეუბნება არ იმრუშო, მესამეს ეუბნება არ იპა და შემდეგ მოიხნები ცრუ მოწმე. და ეს ჭაბუკი ეუბნება ამასო, ჩემი სიყვარულიდან ვასრულებ. და როგორ ჩანს ამ ჭაბუკს ეს სიმდიდრე რაღაცნაირად სხვა გზით ჰქონდა, შეიძლება მშობლისგან და ასე შემდეგ, ანუ ბოროტებით არ ჰქონდა მოპოვებული. ამიტომ წერია შემდეგ, რომ უფალსო შეუყვარდაო მარკუზე სახარებაში ესე წერია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოროტებით არ ჰქონდა მას მოპოვებული, ქრისტემ უთხრა გაყიდეო. შეწუხდა და წავიდა. ეხლა თავსვად კითხვა. ვისაც ბოროტებით არ მოპოვებული, რამდენად შეწუხდება? ვისაც მკვლელობით არ მოპოვებული. აი დღეს ჩვენ ყავს ჩვენი ტრადიციების დამცველი მთავრობა, რომელიც ეკლესიას იცავს, რომელიც ღირსებას იცავს და ჩამოთვალოთ ცნებები, რომელიც მაცხოვარმა უთხრა ჭაბუკს, რომელი არ დაურღვევიათ, არა კაცკლა, მკვლელები არიან, არ იმრუშო. რა დღეში არიან ყველა მიცით, ჩვენი ჭაბუკი თავრები. არ იპავა, გაძარცვეს ქვეყანა. და ცილის წამება, კი იცით, რამდენი ცილის მწამებელი პოლიციელი მყავს, რომლებიც უსამართლოდ, სრულიად უსამართლოდ ექცევა ჩვენს ახალგაზრდებს, ჭაბუკებს, გმირ ბიჭებს, გმირ ქალებს სახეში აფრთხებენ და მერე მას ჯიანთ და ციხეში უშვებენ. თქვენ ალბათ ვინც ახალი მოსული ხართ არ იცით. ნიკო კვარაცხელია იყო ჩვენი მრევი, აქ ეზიარებოდა. და ნიკო, რომელსაც ქართველმა ერმა მომავლის ბიჭი უწოდა და მართლა მომავლის ბიჭი იყო, ქუჩაში დახვიდეს. და თან დახვიდა კაცმა, არა კაცმა, რომელიც საერთოდ არ იცოდა მას. და დღემდე არ არის გამოცილებული, მინდა უკვეთა. და ნიკო კვარაცხელია იყო წალინჯიხი. და უშინახეთ ალბათ წალინჯიხაში მილიონიანი მანქანი და ტროსიკით ჩასული თბილისის მერი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს ბიჭები მოკლა, რომ გამოეძიებინათ, მაგრამ ვერ გამოეძიებენ, რომ მათი დაკვეთა თავიანთ თავს ხო არ დაჭირა. ამიტომ ვიფიქრობ, რომ
ესენი იმდენად ზღვარს გადავიდნენ, იმდენად დააბრმავა სიმდიდრე ამ ბოროტებით მოპოვებულმა ფულმა, რომ ვერ ხვდებიან რას აკეთებენ. ვერ ხვდებიან ფული აეფარათ სახეზე, წყალინჯიხაში, ტრუსით, ფერარით, რომ გაიჟღუილა, აბა ეს ადამიანი ხედავს საერთოდ რამეს? თავიანთვისაც ეს რეკლამაა? ამით ვინმეს თავს აწონებენ? აი, უბრალოდ დაბრმავებაა მეტი არაფერი. აი, როგორი ბრმები არიან? აი, ეს ბრმები თურმე ტრადიციას იცავენ. და წალენჯიხაში მე არ მგონია ტრუსიკიანი კაცი რომ მოეწონო და ტრადიციად რო ჩაუთვალო ეს. ანუ სიბრმავის ესეთი სიდიდე მე არ მინახე. და ეს ბრმების წინამძღოლები ყველანი ორმოში ჩაწვივდებიან, ორმოში რომელსაც ჯოჯოხები ფიქრობ. მერტმა გვიშვებს, მერტმა უშვებს ჩვენს ქვეყანას. მერტმა ჩამწველობა მიცეს ყველა პოლიტიკოს, პოლიტიკოს, ბიჭებს, ქალებს, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძვიან. მე მინდა მათ ხნეობა უსურვო, ყოველთვის ვილოცულობ და ვილოცებ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გმირები გამოვლენ, არაფერი დაემართებათ, მეთი დაიცავს მათ, იმიტომ რომ ციხე ამათთვის იქნება საშინელება. ამ ბოროტებისთვის იქნება საშინელება, თორემ მართალი ხალხისთვის ციხეც კი არ არის საშინელება. მართალი ხალხი ციხეშიც ამაყაძია და ესეთები არიან ჩვენი ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ციხიდან ესეთი გმირულ წერილებს წერენ. გმირები არიან, შეეწიოს მათ უფალი და ილოცეთ და ვილოცოთ, რომ მერტმა უშვებო საქართველოს და მალე გაათავისუფლოს ამათგან ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა. ამინ.